მე მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ და მეც თქვენსავით ნერვიულობ რა თქვენ რომ ახლა გამოდიხარ სცენაზე ნერვიულობთ ეხლა მე ნერვიულობ რა და კაია რომ ნერვიულობთ ხო თუ ვინც არ ნერვიულობს ესე იგი იმას არ უყვარს თავისი საქმე და იმის პასუხისგებლობა არ არის იმდენად რა რამდენადაც ზოგმა იცის რომ იცი რა მე არ ნერვიულობო სცენაზე რომ გამოვდიარო და ნუ არ უყვარს თავის საქმე და იმიტომ არ ნერვიულობს რა სხვანაირად უყურებს ამას და ამიტომ მეც ცოტა ნერვიულობ ახლა თან პირდაპირ ეთერი როა უფრო ნერვიულობა გაგიმაზე თქვენ ახლა მე მინდა რომ რაღაცეები თან აგიხსნათ თან გასწავლოთ რა როგორ კეთდება გამოგადგებათ ხო იცით ეს სცენაზე გახდებით მე დიდი მსახიობები დიდი მომღერლები და აუცილებლად ფოკუსები დაგჭირდებათ რა იმიტომ რაღაც სპექტაკლებს რო ვაკეთებ, ყველას უნდა ხოლმე მოდიან ესტრადის მსახიობები, რაღაც აი ყვავილი მინდა გავაჩინო, როგორ გავაკეთო, იქ თეატრში სჭირდებათ რაღაც იმის დროს, რაღაც ექსცენტრიკული ნომრების დროს, ამიტომ კაია რომ იცოდეთ და ამიტომ მე მირჩევნია გასწავლოთ, აგიხსნათ ხო რაღაცეები. ესე იგი რა ხდება? მოდი დავიწყოთ ისე. თქვენ რაღაცა კითხვები თუ გაქვთ, შეგიძლიათ მოვცეთ კითხვები, პრობლემა არ არის. მე ყველაფერზე გიპასუხებთ, რა როგორ კეთდება. აგიხსნით, თან ახლა მე უფრო მეტად ბანკო ავიღე, რომ უფრო ადვილია ბანკოთი ფოკუსების ჩვენება. აჯერ ეგვასწავლე. ესე იგი, სულ ყველაფერს აგიხსნით და თან გასწავლით რა როგორ კეთდება, ხო? ჩვეულებრივი კარტებია. არა, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ. გადაეცით. ჩვენ გვჯერა რომ კარტები ჩვეულებრივია, მაგრამ თქვენი ხელები არ თან ახლა მე საგანგებოდ რა ვქენი, იცით? ესე იგი, ისეთ ფოკუსს შევასრულებ, თქვენ შეგიძლიათ ერთ-ერთი ნებისმიერი დამიჯდეთ აქ და გავაკეთოთ ერთად ფოკუსები რა, თუ შეგიძლიათ. ხო, შეგიძლიათ, აი რომელიც გენათ. მიქნები მოხალისეთ. კაი, მობრძანდით. მოიტანეთ სკამი, დაბრძანდით. იმიტომ რომ მე მქონდა მცდელობები ადრე და. ერთი გოგონა, დაბრძანდით რომელიმე გოგონა. მომეცით კარტი. მეორე სკამით წამოვიდეს. დაბრძანდით, აია. ეს ცოტა ესე დაჯექით რომ ეს. მობრძანდით თქვენს. ესე იგი, ეხლა მე შევასრულე ფოკუსს, მე მაქვს აქ გამართლები, ჩვეულებრივი გამართლები, კარტი. აი ხო, გამართლია ჩვეულებრივი. და ესეთი პატარა მეშოკია, ხო ესეთი. ეხლა რას ვაკეთებთ? ქისა, მოდი ესე დავარქვათ ქისა. ესე იგი, თქვენ ეხლა ყველაფერს და კონვერტი მაქვს ახლიდან წამოღებული, ესე უყურე დაბეჭდილია, ხო? ხედავთ ხო? აი ესე დავდოთ აქ. ძალიან ადვილია ამას მე აგიხსით როგორ ვაკეთებ. თქვენ იღებთ აი აქედან კარტებს. ბევრი ამოიღეთ, დაჭრილი კარტებია და დაყარეთ. აი ესე დაყარეთ. ხო, ჩვეულებრივი კარტებია დაჭრილი. ნუ ფანტამი. ხო, ესე. ჩანს ხო აქედან კარტი? კი, ხედავთ. ყველაფერს აგიხსით, რას როგორ ვაკეთებ. ესე იგი, რაც თავარია, ჩვენ კამათელში გვაქვს 6 ციფრი, ხო? იაქე შაშამდე, ხო? იაქე დუ სე ჩარი ფანჯი შაში, ხო? ესე იგი, აქ არის ორი ცალი კამათელი, რომ უფრო ადვილად დაიყაროს ყველაფერი. ესე. თქვენ კარტები კარგად ნახეთ, ხო? არევა უნდა კიდე თუ არა, მითხარ. არ მგონია დაჭი. კაით. მაშინ ესე იგი დავაწყოთ ესე ჩვენ. უყურეთ ესე. იაქე დუ სე ჩარი ფანჯი და შაში, ხო, ესე იგი 6 იაქე დუ სე ჩარი ფანჯი შაში. ესე დავდოთ. ეხლა რა ხდება? მოდი მეგობარს ავარევინოთ და დავაყრევინოთ კამათელი. ესე იგი, რაც დაიყრება ზემოდან, ხო? აი იმას გავწევთ. მიხვდით? აი თქვა დაიყარა. ხო, აი აქ დაყარა. იაქე გადმოვწევთ აქეთ დავწევთ. აჰა, გასაგები. ბოლოს რაც დარჩება, ამიტომ აურე კარგად და ისევე დააწყე. ესე იგი, სე და ფანჯი, ხო? კი. ესე იგი, სე და ფანჯი. იაქე დუ სე ჩარი ფანჯი, ხო? აი ეს. აი აქ დავაწყოთ. ეს. კიდე ჩავაგდო. კიდე აურეთ. ისე ფანჯი ისე მიდი.
რა კაი ხელი აქვს, ნახე. იაკე, ხო? შაში და ჩარე, შაში ჩარე. შაში ჩარე. ესე იგი, დაგვრჩა დუ. ხო? აი ესე. ესე იგი, რო არ იფიქრონ, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ. ჩვენ მოვილაპარაკეთ, ხო? თქვენ აქედან იღებთ ერთი ცალი ამოიღეთ, ხო, ერთი ცალი ამოიღეთ და დადეთ აქ. აი აქ დადეთ, ხო, აი აქ დადეთ, აი ესე. ეხლა რა ხდება, უყურეთ. ესე იგი, მე აქ არ მახატია ის კარტი, რა კარტიც აქ არის, ხო? აი აბა ამოატრიალეთ. ამოატრიალეთ. რა კარტია? ცხრიანი გული. ეხლა მომიცმინეთ ერთი წუთი. ეხლა გახსენით ეს კონვერტი. აი თუ კიდევ ესე ამოიღეთ. არაფერი ხდება ია. დადეთ აქ. რა კარტია? ცხრიანი გული. ეხლა ბაი გამოატრიალეთ და აბა რა კარტია? ცხრიანი. კაი, ესე იგი ძალიან ადვილია ცხრიანი გული, აქ არ მახატია ცხრიანი გული და კამათელმაც გააკეთა ის, რაც ჩვენ გვინდოდა, ხო? ადვილი ფოკუსია, კაი. ეს ჩავაგდოთ ახლა. არა, აქ არ არის ცხრიანი გულები, რომ არ გეგონოთ, რომ აქ ცხრიანი გულებია, ხო? ამათელში დუ არის. ჩვეულებრივი კარტებია. კაი. ესე იგი მე მიხარია, რომ თქვენ უკვე გამოიცანეთ. ჩვენ ახლა ეს არ გვჭირდება, ეს შეგვიძლია ხა დავხიოთ ესე, ხო? და მოდი აი ქისა გვაქვს და აი ამ ქისაში ჩავდოთ ესე ხო ყველაფერი ამ ქისაში ჩავდოთ ხო კაი ეხლა მე გიჩვენებთ ერთ ფოკუსს და თან აგიხსნით რა როგორ კეთდება ხო მოვილაპარაკეთ ესე დავიწყეთ ესე იგი მე მაქვს აქ ფურცლები და მაქვს კონვერტი ხო ესე იგი თითო თქვენ ყველანი მოდი მონაწილე იყავით თქვენ ერთი სიტყვა დაწერეთ რამე აი ესე დაკეცეთ კონვერტში ჩადეთ და დააწებეთ ხო ეს ყველაფერი ხო დაურიგეთ აბა დამორჩიო მე რა უჟიმატე დაურიგო ხო ესეც ხო დაარიგე ესეც და ეს აიღეთ მადლობა შენც ოღონდ ერთმანეთს არაჩვენოთ რა ერთი სიტყვა დაწერეთ მეც ნებისმიერი სიტყვა ხო ნებისმიერ ბუდში ეს იგივე ფოკუსის გახსნა თუ არა ეხლა მაგას აგიხსნით ოღონდ მე არ მიჩვენო და ერთმანეთს არ უჩვენოთ ნებისმიერ სიტყვა ხო ნებისმიერი ერთი სიტყვა ფოკუსს გიკეთებ არ მაჩვენო კაი ესე იგი თქვენ მე მომეხმარებით აიღეთ ესე იგი თქვენ მე მომეხმარებით ეხლა რასაც გავაკეთებ დაწერეთ ჩადეთ და დაგეცეთ ესენი საწამო ესენი მომეცით აქ მე არ მონაწილეობ ხო ფოკუსში როგორც ხო ერთმანეთს დაადეთ კალმები ერთად დავდო ესე დაადეთ ერთმანეთს მომეცით ესე იგი ჩვენ წინას არაფერზე მოგულაპარაკია ხო ანუ დააწყებო ხო ზოგი დაწეპებულია ზოგი ბოლოს ყიფი ყველა მიმასქენი არა მე დავჭი ხო კაი არ გავაწევ ის არ მომიძვრია არა უშავს აი დაწეპებულია თქვენ კაი ესე იგი რა სიტყვებიც იქნება ყველა ჩუმად იყავი და მე შევამოწმოთ ხო ესე იგი მე ხლა ვაკეთებ რაღაცა ესეთ ტელეპათიურ ნომერს ვითომ მე ვიცნობ იმ აზრებს რა აზრებიც რაც თქვენ ჩაწერეთ ხა ვარ მე ესეთი გიპნოტიზიორი ან როგორც იტყვიან მნემატექნიკას ეძახდნენ ამას ესე იგი მე ხლა ამაზე ხელს ვადებ და ვიძახი რომ აქ ვიღაცამ დაწერა სიტყვა მარწყვი ხა მე უნდა ვნახო სწორეს ვიძახი თუ არა შევამოწმეთ მე თქვენ შეგამოწმებინეთ ვაუ სწორია ესე იგი ეხლა აქ ძალიან ცუდი სიტყვა დაწერა ვიღაცამ და აი არ მინდა თქვა რა ძუძუმეტე სიტყვა ესეთი გომორი სიტყვა ზუმტე ცუდი სიტყვა არ არის არ არის ცუდი სიტყვა ზუმტე არა ძველ ქართული სიტყვა ხო შო კაი ხო ხედავ როგორ ვიცნობ ყველაფერს
პრესტიჟი. დაიწერა სიტყვა პრესტიჟი. ხო, არის ხო პრესტიჟი ესეთი სიტყვა. შევამოწმოთ აბა. მე არ მომატყუილოთ ახლა რა, მე სწორეს ვიძახი ყველაფერი. პრესტიჟი. ზვიქმელ მოტიო თუ რაღაცა ეგეთი არის? არის დაწერილია? არის აქ ზვიქმელ მოტი ესეთი. ხო, კაი. ნახე რა სწორეს ვიძახე. რა ყველაფერს სწორეს ვიცნობ. კაი, აბა ეხლა ვიცი უკვე პრინციპი. გასწავლით, აქ აჭიკა. აჯიკა. ხო, აი სწორედ წვრილად წერია და სწორედ ვერ წავიკრე. წვრილად წერია აჯიკა. წვრილად წერია, ხო? წვრილად წერია აჯიკა, ხო, ვერ წავიკრე. ნახოთ, აბა სწორად წერია აჯიკა, წვრილად ეწერა. ხო, წვრილად ეწერა. აქ ესეთი სიტყვა კომში დაწერილია კომში სიტყვა ნახოთ კომში დაწერილია ხო დაწერილია აქ ლამპარი დაწერილია ხო სიტყვა არის ხო დაწერილი ლამპარი ხო კაი ნახოთ აბა არის დაწერილი ლამპარი ესე იგი როგორ ვიცნობ ხო ხედავ ხო დაწერილია ქოხი დაწერილია სიტყვა ქოხი ხო დაწერილია ხო აბა შევამოწმო ქოხი დაწერილიაო რა ვიცი აი ხა შევამოწმოთ რა შევამოწმოთ ეხა ყველაფერი ორი დაგვრჩა ხო კიდევ ყვავილი დაწერილია აგიხსნით რა როგორ კეთება თავარია მე ხო გასწავლით ესე იგი რაც თავარია მიხვდი და ვაშლი ხო ეხა მე აგიხსნით როგორ კეთება ერთი ცალი საგანგებოდ მე მაქვს მომზადებული ერთი ცალი წინასწარ სადაც მიწერია მარწყვი ასე შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ვიღაცა ნებისმიერი აი თქვათ ვაკეთებთ 10 ადამიანში 20 ადამიანში და მე არ მოვამზადო და ერთი ადამიანი იყოს ჩემთან დამხმარე და იმას უთხრა რომ მე ხა ფურცლებზე რაღაცას დავწერ და შენ ეს სიტყვა დაწერე რა და მე ამ სიტყვას რო ვიძახი მარწყვი ბოლოში მიდევს და მე ყველაფერს ვკითხულობ თქვენ წინასწარ იმ ესე იგი ადვილია ეს ყველაფერი კარჩიც არის ხო ესე იგი ძალიან ადვილია კარჩიც არის ეს თავარია რომ მე მიხარია რომ თქვენ ეს აგიხსენით და თქვენ ამას ისწავლით მერე კაი გავაკეთოთ ჩვენ ახლა ისევ ესეთი ფოკუსი ეს გავაკეთეთ მოდი შევასრულოთ ამითაც გასწავლით შეამოწმე მეგონი ამით ერთი ფოკუსი მეც ვიცოდი. კაი, მოდი აბა გააკეთე. აღარ მახსოვს რა კისერზე შემოტარება იყო. ხო, ნუ ადვილია ეს. კი. ხო, კაი ესია, იყოლე. აი აქ. ხო? კი. და მე ეს ვითომ მოიხსნა. კაი, არა, მე სხვას გასწავლეთ. ძალიან ადვილი ფოკუსი ესეც ესე. სხვაჟორის ეფექტი ქონდა მაგას სამის დროზე. გადააბავს. ხო, ეს ამასაც აგიხსით როგორ ვაკეთებ და მე ესე მთელდება ხო ეს ესე უყური დაიჭირე ერთ ცალს ხელი გაუშვი ერთ ცალს აი ესე ესე უყური სუმინდოდა ეგეთი თოკი მქონოდა რა მე ესე იქით ამხელს ესე ჩავიდოთ ესე ხელში და ოპ ეს გავჭრათ რა ესე მე ვერაფერსაც ვერ მივხვდი ძალიან ადვილია უყური მე ისე მოვუჭრათ და ისე მთელი აი დაგიხსეთ ახლა როგორ ვაკეთებ დავიწყოთ ესე იგი თოკი ჩვეულებრივი მოჭერი ოპ ესე ხო თითქმის მივხვდიო ოპა всё მივხვდით ხო ესე იგი პატარა ნაწილს ვაჭრი ისევ ეს მთელი რჩება მოდი ეს ყველაფერი ხარ ასაც ვაკეთებ ყველაფერი ჩავყაროთ აი აქ ეს რო არ დავანაგვიანოთ ახლა კარგით ესე იგი შეამოწმეთ კარგად
ჩვეულებრივია, ხო? ესე იგი ვაკეთებ როგორ ესე ვაკეთებ და ოპ ესე იღუნება ეს, ხო? როგორ ვაკეთებთ? აგიხსნით. ჩვეულებრივი 20 ლარიანი კიცი. და ყველაზე ადვილი რა არის? ის სახელოები რო არ მაცვია სახელოებიანი, რომ უფრო ადვილად კეთდება ესე და თან ახლოდან რო ვაკეთებ, უფრო ადვილია, ხო? ჩანს ხო კარგად? ჩანს ხო 20 ლარიანი? თან ძალიან მიყვარს როცა ამ ფოკუსს ვაკეთებ ნელა ხოლმე რა უფრო ნელა უფრო ლამაზად ნელა უფრო კარგად კეთდება ეს ფოკუსი მაგრამ მე ისევ ნელა შევასრულებ როგორ ესე ეს ახლა ხდება ოუჩ ძალიან ადვილად კეთდება და მიხარია როცა გიხსნით თან როგორ ვაკეთებ აი ეს მინდა მაგისწავლო ლარიანი აშკარა ჯობია ერთოვანს არა ხო არ შეიძლებოდა 20 ლარიანიდან რომ $100 გაკეთებულიყო ნუ ჯობია 20 ლარიანიდან $1 ხო კაი ეს იგი რაც თავარია მოგეწონათ ეს და აგიხსნით თან მე აუცილებლად ყველა მოგვეწონა მაგრამ ეს ყველა მოგვეწონა ეს განსაკუთრებით ხო ესე იგი ყველაფერი ჩავდოთ მე აქ ეს რასაც ჩვენ კაი ეხლა მე გაჩვენებ კიდე ერთ ფოკუსს ჩვეულებრივი ესეთი ფოკუსია ადვილი ხო ადვილი ფოკუსია ეს ესეც ადვილი ფოკუსია ესე არიცი კაი ამასაც გაგიხსნით ეხლა უყურე არა და დიდი ცხვრსახოცია რომ ეს ფოკუსი რო გიჩვენოთ ეხლა ესე ხო აი სახელოიანები არ მაცვია საგანგებოდ რომ აი მე არ ეფიქროთ რომ რაღაც მაგრამ არა მე აგიხსნით ესე იგი როგორ კეთდება მე მაქვს აქ ორმაგი ფურცელი და ამ ორმაგ ფურცელში არის ეს თავსაფარი რა ჩვეულებრივად ვიღებ ამ თავსაფარს ამ ორმაგ აი ესე ხო ძალიან ადვილია დიდი თავსაფარია ესეთი დიდი თავსაფარი და იმალება ამ ორმაგ ფურცელში მე ისევ ჩავდებ ახლა ამას მე აგიხსნით როგორ ვაკეთებ აი ესე უყურეთ აი ესეთ ესე აი ხა აგიხსნით ყველაფერი როგორ კეთდება ესე აი უყურე თავარია რომ მე აგიხსნით და თან გასწავლით მე ამას ესე დავხე რო არ იფიქროთ რომ რაღაც მართლა ორმაგი ფურცელი მაქვს ეს აი ეს დავხე არა მე გიჩვენებ მე ხელებს რომ არ იფიქროთ რომ თითი მიკეთია ხელზე აი ესე აი უყურე აი ესე რომ არ იფიქროთ რომ თითი მიკეთია ესე ხელზე მე ესე დავხევ ესე ხელს გაჩვენებ და მე აქედან ისევ გამოვიღებ ესე მალო კაი ესე იგი მე ხლა აგიხსნით როგორ ვაკეთებ ამ ფოკუსს ესე იგი მე ამ ფოკუსს რო გიჩვენებდით მე მოდი ეს ისევ აქ დავდოთ ესე ჩავდოთ ესე ხო ესე რა კურდღელია მოვა ესე იგი მე რო ამ ფოკუსს გიჩვენებდით ხო მე არ გიჩვენებდით ერთ რაღაცას ყველაფერს ისე ვაკეთებდი რომ აი ეს თითი მქონდა დამალული ხელში აიყურეთ მოხედავ ესე იგი ეხლა რას ვაკეთებ უყურე ეს თითი მაქვს დამალული ხელში აი უყურე არ ჩანს თითი უყურე აი არ ჩანს უყურე რას ვაკეთებ აი უყურე სხვადასხვა ძალიან ძნელია იმიტომ რომ დიდი ცხვრსახოცია აი აკეთებენ პატარა ცხვრსახოცებით იმით ადვილია მაგრამ აი ესე დიდი ცხვრსახოცით არის ძნელი მუშაობა ისევ ესე გიჩვენებთ ესე ესე და ისევ ესე გამოვა ხო ძალიან არა მე გიჩვენებთ როგორ უნდა გაკეთდეს თავარია გააკეთოთ ხო ზაგარი რომ მიიღოთ მე ხო აი ეს არა პრობლემა მაინც არ ჩანს თითი კაი ეს თითი ისევ აქ ჩავდოთ მიხვდით ხო როგორ კეთდება თითი არ გვაქვს მაგრამ მიხვდით აი ჩავდოთ ესე თითი ისევ ესე იგი მე ხლა აგიხსნით კიდე ერთ ფოკუსს გასწავლით ხსენის საიდუმლო ესე იგი თურმის საიდან გამოგქონდათ ხო აი ეს ისევ შენახული მაქვს სახლიდან წამოვიდე ესე და თუ შეიძლება რამე სამნიშნა ციფრი რო დაწეროთ აქ ესე თქვენ და შეხება არა არ არის მნიშვნელობა არ აქვს მნიშვნელობა
ესე და მე გადაეცი რომ დაბლა ისევ სამნიშნად ციფრი დაწერონ რა. ყველა. პატარ-პატარა დაწეროს. ხო, პატარა დაეტიოს. ეს ვიფიქრე რომ ეს დაწერდი. არას ვიფიქრებდა აბა. Right. მე აგიხსნით მაგასაც. რაღაც ეს რამდენიმე აგიხსნით, რამდენიმე შევასრულებ ფოკუსებს. რამდენიმე აგიხსნით? აბა დაწერეთ. ეხლა ვინ იცის კარგად მათემატიკა? მე არა. აქ მე ეს წამოღებული მაქვს საგანგებოდ. ესეთი გაჩნია პროფესიონალური კალკულატორი. მომეცით ახლა? ბარემეს. დიდი მადლობა, მომეცით. ესე იგი, მოდი ესე ხა გავაკეთო და დავაწეროთ პლუსი, ხო? ესე იგი, რას მთავარია? მე აგიხსით ამ ფოკუსს როგორ ვარ. ეხლა მე არ შევხედავ რომ არ იფიქროთ რომ ეხლა უყურებ და ვანგარიშობ რაღაცებს. ესაა კონვერტის, რომელ კონვერტში ძდებს ის ციფრი, რა ციფრსაც ეხლა ჩვენ მივიღებთ. კაი, მომიცე, მე მგონია თქვენ შეგიძლიათ კალკულატორზე ის, რა ქვია, იანგარიშოთ, ხო? კაი. ეს დაიჭირეთ. იანგარიშეთ და მე აი ეგ მიაწერეთ. გამოტავწერეთ, კი ბატონო. არა, ჯერ დაგიჭერთ. კი ბატონო. ესე მე თან აგიხსნით როგორ ვაკეთებ. მე ბაბურა კაცი. არა გუგაკადეთ ნემა. სათვალეს გმირი. სათვალესაც რა მიიღე? 36-17, ხო? 3617. აბა გახსენით. მომეცით გავხსენით. იგივე ციფრი თუ იქნება. ხა სხვა ციფრი რო იყოს ეს რა არის? ესე იგი ესე იგი ძალიან მოგეწონათ ეს ფოკუსი ამ ფოკუსს აგიხსით როგორ გავაკეთე ესე იგი მე ხო გითხარით რომ ყველაფერს აგიხსით მე ეხლა რა ხდება ეს არაფერი ეხლა რო გითხრან რომ აი მე ვიცნობ რაღაცა ციფრებს მე შემიძლია აზრების გამოცნობა მე შემიძლია ეს ყველაფერი ტყუილია ერთი კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ თუ თქვენ შეგიძლიათ რაღაცა ციფრების გამოცნობა თუ თქვენ შეგიძლიათ ფერების გამოცნობა თუ თქვენ შეგიძლიათ აზრების გამოცნობა შეგიძლია უთხრათ ესე წახვიდე ითამაშოთ რულეტკა და ციფრები გამოიცნო რა ციფრები ჩავარდება ხო ან დაიყიდოთ სპორტლოტო და გამოიცნოთ რა ციფრები ამოვა და ამით დამთავრდება იმათთან საუბარი ამიტომ მე არავითარი ტელეპათი არა ვარ არაფერ აზრებს არ ვიცნობ არაფერ ციფრებს არ ვიცნობ ესე ჩვეულებრივად ილუზია ყველა იყინებს ილუზიას ტელეპათის გიპნოტიზიორის ყველა ესე იგი რა ხდება აქ არის ესეთი ორმაგი ბლოკნოტი გაკეთებული მაქვს. ესე იგი, მე მეგობარს ვანგარიშებინე ის ციფრი, რა ციფრის მე მაწყობდა წინასწარ დაწერილი. და თქვენ დაწერეთ აი აქ. ხო? მიხდით, ხო? ესე იგი, თქვენ დაწერეთ აქ, მე კიდე ვანგარიშებინე ეს. მიხდით, ხო? სხვა ციფრი. ხო, ის ციფრი, რაც მე მაწყობდა, ის ვანგარი. მიხდით, ხო, მეგობარ? გასაგებია. მიხდით, ხო, ძალიან ადვილია. კაი. მე მიხარია, რომ თქვენ ესეც აითვისეთ. კაი, მაგრამ ეხლა მე კიდე გიჩვენებთ ერთ თუ რამდენს მოგატყუეთ? ერთ ესეთ ფოკუსს. დიხ ესე იგი. არა, ძალიან ადვილია ეს მიყვარს ხოლმე ეს ფოკუსი. ესე იგი ეს დავარიგო? არა, მომეცით. არა, აი ეს რომ დაარიგოთ, მე რაღაცნაირად ფოკუსი არ გამომივა ესეთი, ესე. აი ესე. და მე ესე გეცევა. ოჰოჰოჰო. ლაუ. ნახეთ, აბა. მე რა. ხერი ძალიან უშვა. ხერი როგორი უშვა? ნარდია. ნარდია. და ესეთი. ერთი ცალმული კაშლოქ ჩავაგებ საფულეში. არ არის არა აქის. ესე იგი დადვილია ესეც მივხვდით ახლა ესეც როგორ კეთება ესე იგი ხელში ვმალავ და ვაკეთებ ამ ფოკუსს ესე ნუ ესე ყოველდღე ესე ვაკეთებ დოლარებს რა ახლა ხუმრობ კარგით აბა
ესე იგი მე მაქვს აქ 2 ლარიანი მე ვერ მივხვდი. და 1 ლარი. გიჟდები 2 ლარიან ფოკუსებზე. თქვენ შეგიძლიათ ახლა ერთი ნებისმიერი აირჩიოთ, რაც გინდათ. 2 ლარიანი? ახლა იფიქრებენ რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ. მაშინ რო არ იფიქრო რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, აი რამე მიეცით რომ დააწერონ მაგ 2 ლარიანს. მიდია გამიდი. ხოიცაც რომ დააწერო. კი. ჩობა. მეორე გვერდზეც დააწერეთ. ყველას მიეცით რომ დააწერონ. გადაიტევს. ორი საკმარის. თან აგიხსნით მაგასაც როგორ კეთდება. რა საინტერესო ზონა. აი ხელის მოგროვოს. არა. შო დაიმახსოვრეთ რა რასაც აწერთ? კი. აი. მეც. მომეც. მარტინური ასობით მეტი. კაი. ესე იგი რაც თავრე ჩვენ წირას არაფერზე მოგვილაპარაკეთ, თან დაიმახსოვრეთ, მე მაქვს ქისა, რომელი ქისაც ჩვენი დევს. ესე იგი. მომეხმარები ხო? რითი შემიძლია. ხო. რომელი ბაბუა ესე დაიჭირე, ესე. ეხლა მე ხო გიჭირავს კარგად, ხო ესე გიჭირე. მე ხლა ამოვიდებ ქისას, აქ მიდევს ქისა, ესე. აი ესე, ეს ქისა ესე დაიჭირე, აი ეს. აი ეს. ეს ფული ესე გეჭიროს, აი. ესე ივანიშვილებს უფულები და ქისები. კარგი, ესე იგი ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ფული ჩავარდეს ამ ქისაში, აი ესე დაიჭირე, აი ეს. ხო, აი ეს. როცა გეტყვი გაუში ფულს ხელი, აბა გაუში ხელი. გაუში, აი ეს. ეხლა გახსენი ეს. ამოიღე ეხლა იქიდან დახვეულია ეს ძაფი. არა, მთლიანად ამოიღე. აი ეს. და დადე აი აქ. სად? აი აქ დადე. აი ეს. ეხლა აი ეს დაშალე და გთხოვ. მე ხერს არ ვყიდებ ამას. სწრაფად თუ ნე? ხო და დაშალე სწრაფად. ჩობს ვაფშე ამოვიდა. არა, იქ დადე და ისე ჯობია რომ არ იფიქრო რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ რა. არა, მომილაპარაკებთ. აი ესე. დაიფიცე. ესევე. დაიფიცეია. ია, საერთოდ ეგ სხვა შორის წეხან რა მინდა. შეგენ არ ვეუბნი ამ აქტიურობას. მედი. საერთოდ ჩვენ დღეს სადიღავი გასული 9 საათი. ესე იგი თქვენ კარგად დაიმახსოვრეთ ხო რაც აქვს დაწერილი. აი ეს. მოდი. ეს არის ესეთი რა ქვია ამას ამ ფოკუს არ გიხსნით. ხო აგიხსნი. ბეჭდის შასადები. ხო, ბეჭდის დასადები. მაგრა დაეთქვა. თან არის რეზინზე შემოხვეული, ხო? რეზინზე. ეხლა თქვენ შეგიძლიათ გახსნათ რეზინზე. გახსნით ბიჭები. ეხლა გახსნით ეს. მომაწოდე და გავხსნით. აი, კაცო. გახსნით. არა მოსწრებულებთ. აგინდა მაგასანი პირასაგაზე. ეხლა ამოიღეთ ის, აი ამოიღე. ეხლა გაშალეგ და მაქედან ამოიღე ფული. ამოიღე მეზე. მედი. როგორ ცინის თო. და ეხლა აჩვენე იქ. თქვენ ვაუ. ხან ირონია. სამივე ჩვენი სატრფოების ისინი დავწერეთ სახელი. კაი, ეს ისე ვაქჩავდოთ, ხო ეს. ესეც. სერიოზული ფოკუსების ახსნები. მიდი, აბა. მიდი, ივან. უთქვამთ. აგიხსნით ახლა. მე ვფიქრობ, რომ ის რაღაცეები, რაც პრინციპში შეიძლება უკვე რო იყოს ასახსნელი, ხო? მაინც აიხსნება რა, გინდა არ გინდა, წიგნზე იბეჭდება, ინტერნეტში შეხვალ იმდენი რაღაცეები არის, რომ ყველაფერია რა, არ არსებობს, რომ არ ნახო ისეთი რაღაცები და სხვათა შორის ბევრი ახლა ახალგაზრდები ამ ინტერნეტიდან სწავლობენ ბევრ რაღაცებს რა. ხო და ისეთი პროფესია პრინციპში რომ როგორ არის იცი აი შეიძლება მე ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდი და ვთამაშობდი ფეხბურთს ვხატავდი ვმღეროდი ვუკრავ მაგრამ
არც მომღერალი გამოვედი, არც ფეხბურთელი გამოვედი და ვთქვათ არც მხატვარი, ხო? გამოვედი ილუზიონისტი. ესე იგი, ჩემთან ერთად ვინც მოდიოდა ჩემ ჟანრში, ხო? ვიყავით სულ 12-ნი. ესე იგი, ყველა ისე დაიფანტა ის ჩემი მეგობრები, რომ ზოგი ვთქვათ ბიზნესში წავიდა, ზოგი საერთოდ საქართველოსდან წავიდა, რაღაც სხვა პროფესიას მიყო ხელი. და ამიტომ რა არის, იცი ხლა ბავშვობაში რაღაცა გატაცება ყველას აქვს. ხო, იგივე ვთქვათ მინდოდა ფეხბურთელი გამختارიყავ, მაგრამ არ გამოვედი ფეხბურთელი, მაგრამ თამაშობდი. ჩვენ ჟანრშიც და მე მგონი სიმღერაშიც ეგრეა, შეიძლება იყო გატაცებული სიმღერი და მომღერალი არ გამოხვიდე და თქვათ ინჟინერი, ექიმი გამოხვიდე და ბევრი ვიცი, მღერიან და ხუმრობენ ექიმები, მაგალითად და მღერიან ეს ექიმები ძალიან კარგად. სხვათა შორის ვიდრე ვიღაცა იბრალებს სიმღერას, რა რომ მომღერალიო. მაგრამ აი მაგას ვიძახი ეხლა იმას თქვათ ნამუსიც აქვს და ხმაც აქვს და სმენაც აქვს. ხო? ჩვენ ჟანრშიც იგივეა რა, რომ აქვს ნამუსიც ისა გაკეთებაც იცის ილუზიის ჩვენება და არ არის რა პრობლემა რა შეიძლება ხობად დარჩეს იმას. ეხლა როგორ არის იცი რომ მე ვფიქრობ რომ შემოქმედებით უნდა გახდე პოპულარული. შემოქმედებით. არამც თუ პოპულარობით გახდე შემომქმედი. იცი რა? მე ჩვენთან რაღაცნაირად უკვე რაღაც ისე წავიდა რაღაც ტენდენცია რომ აი დღეს შეიძლება პოპულარული გახდე. არ არის პრობლემა, დღეს ადვილია გახდე პოპულარული. მაგრამ ის არის 15 წუთით, 20 წუთით, ნახევარი საათით. ან 6 თვით. თუ შემოქმედი არ ახარ, იმ ადგილას გაიყინები რა. რაც თქვათ ბავშვობაში ვისწავლე კენწვლა, ეხლაც იმდეს ვკენწლი. ვეღარ გავიზარდე ფეხბურთში. იგივე არის ხელოვნებაშიც რა, რაც თქვათ ვიღაცამ ბავშვობაში რაღაცების კეთება ისწავლა, ან მაღაზიაში იყიდა ფოკუსები და მე დღესაც იმას აკეთებს. იმიტომ შემოქმედი არ არის. არ ცხოვრობს ამით და არ სუნთქავს ამით. გამიგდა? აი მას ვიძახი, ყველგანი მომღერალშიც, მსახიობშიც, ეხლა იგივე ეს ჩვენი ჟანრი და ხელოვნების ჟანრი ისეთი ჟანრია რომ მე არ მაქვს უფლება ვთქვა რომ აი ეს მომღერალი იმ მომღერალს ჯობია. შეიძლება ის მომწონს და ის არ მომწონს. ეს არის შემოქმედებაში. ჩემის აზრით ესეა. მაგრამ ეხლა მე ძალიან მიხარია რომ თქვენ პროფესიონალი ჟიურის წევრები გყავთ. აი მიხარია რომ უყურებ რომ აი ხალხს რომელსაც ესმის მუსიკა, ესმის სიმღერა, აქვთ გემოვნება ესენი არიან დღეს თქვენთან ჟიურის წევრები. მე ძალიან არ მიყვარს ხოლმე რაღაც ჟიურის წევრები, რო არიან არაპროფესიონალები რაღაცის ჟანრში. მე როგორ შეიძლება ხა დამაჯინო და დამაჯინონ ჟიურის წევრად, აი ვიოლინოზე ვინ კარგად უკრავს. შეიძლება ახლა ჩემი გემოვნებით მომეწონოს ის, მაგრამ პროფესიონალურად ამას ვერ აღვიქვავ რა. ამიტომ ვიძახი რომ აი პრინციპში ხო ეს ხელოვნების ჟანრში ახლა მე ალპაჩინო მომწონს როგორც მსახიობი, მაგრამ არასდროს არ ვიტყვი რომ დენიროს ჯობია მეთქი, ხო? არასდროს არ ვიტყვი ამას. ხელოვნებაში ხა ეს არ არის ბოქსი, რომ დააყენო ორი ადამიანი აჩხუბო და ვინც ნაკაუტში ჩააგდებს, აი ეს არის მაგარი. ეს ხელოვნება არის ინდივიდუალური რაღაცა, რამე ის მომწონს იმას უსმენ, მოგწონს ის დინამო უყურებ. მე კარგად რო უყურებ, კარგად ხო, აი სხვასაც რო ნახავ, ხო? მე იტყვი არა ეს ჯობია. ამიტომ არის როგორ არის იცით აი როცა ხარ მარტო და ერთი ძნელია რომ შეგაფასონ. აი რომ მოგიტანენ 10 ცალ ტორტს, აი ამ ტორტიდან ირჩევ რომელია კარგი. აი მაშინ შეგიძლია შეაფასო კარგი. როცა ერთი მოაქვთ, ხო, ვერ შეაფასო. იმიტომ არის თუ ცხონებულმა იოსელიანმა იცოდა ოტიამ თუ ყვავის ჩხიკვინი არ მოისმინე ბულბული შტვენა არ მოგეჩვენება კარგათო. ამიტომ ყოველთვის უნდა მისცე ადამიანს საშუალება რომ აი მღერი ხარ მუშაობ ილუზიის ჟანრში, გამოდი და გვაჩვენე რას აკეთებ. გამოდი ერთი და მაჩვენე, მე შეგაფასებ შენი პროფესიით რა. იმით არა რომ შე რაღაცები იტრაბახო, ილაპარაკო, ეგ მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს შენი სიმღერა, მე მაინტერესებს შენი ჟანრი, როგორც ცეკვავ, გამიგი და მე უნდა დავანახო რა შენ ვინ ახარ რა. ხო იცი, ყველა ადამიანს თავისი საქციელით აფასებენ.
ხელოვანს თავისი შემოქმედებით აფასებენ, მხატვარს, ადამიანებსაც თავის აქციელით აფასებენ, ხო? აი ეს შეფასება და ყოველთვის ვიძახიორებ, აი როგორ არის, იცი, აი ჩაკეტილი რო ყავთ ვიღაცა და გარედან ისმის, რომ ჩაკეტილი ყავთო და არ უშვებენო, აი გიჟი არის და არ უშვებენო და ეხა ხალხში უკვე ეჭვებშია რა, ალბათ რაღაცა ჭკვიანურს იძახის და იმიტომ ყავთ ჩაკეტილიო რა და არა, უნდა გაუღო კარები და გამოუშვა. რომ გავიგოთ რა სიძახის რა, როგორი ხმა აქვს, როგორი სმენა აქვს, როგორ აკეთებს ჩემს ჟანრს, რას აკეთებს გამიგი ესე. ხო იცი, კონკურენცია ან უნდა დაამარცხო შენი ძლიერი რაღაცით და უფრო კარგი გააკეთო, კარგი შექმნა საილუზიო სანახაობა, კარგად იმღერო, კარგი რაღაც შემოქმედებითი სულა გააკეთო. ეს ყველაზე კაია ჯანსაღი და ყველაზე ცუდია, რომ ჩირქი მოცხო რაღაცეები ხვისი დაკლინები ხო რაღაცეები იმას უკნა თქვა რაღაცეები ეს უკვე ბოროტია და მე რუსები ეძახიან ნიუდაჩნიკებს ესე რომ არაფერში რო არ გამოდგა არაფერში უკვე იწყებს ხო უიღბლო და უკვე იწყებს სხვის რაღაცეების ესე ძაგებას ცუდად რა და ეს პირიქით კაია ეხლა იმას ესეთი უნდა ყავდეს ყველა როგორც პოლიტიკოს ყავს ოპოზიციონერი, ისე ხელოვანს უნდა ყავდეს ვიღაცა, რომ მაღვიძარა იყოს თქვენი, რომ სულ გაღვიძებდეს. თორე ყველამ რო გეფეროს და ვაი რა კაია, რა კაია, ზარმაცდები და მე იყინები ერთ ადგილას, გაიგე? რაღაცა ეს გჭირდება რა, ეს მაღვიძარა, ვიღაცა უნდა გეჩხუბოს, ვიღაცა. აი მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ნეტა მეთქი ჩვენ ჟანრში მე რატო არ ამყავს ისეთი ტრენერი რომ აი ბოქსიორებს ეჩხუბებიან და აგინებენ რა ეხლა ეს გააკეთე ეხლა ის გააკეთე რაღაცა ხელოვნებაში არ არის მეთქი ეს ჩვენთან რა ეს რომ ვიღაცა მეჩხუბოს რა რომ ეხლა ეს რატო არ გააკეთე რატო არ არის მიკვირდა ხოლმე აი თეატრში არის მაგალითად რეჟისორი ეჩხუბება თუ არ მოეწონება ის რაღაც იმისი ან მეტყველება სცენიდან ეჩხუბება და რაღაც ბოდიში ამ სიტყვაზე პრესში ყავს რა და აი რაღაც ჩვენთან ეს პროდიუსერი თქვა, არ ვიცი რა თქვა. რაღაცნაირად არ არის, იცით? რაღაც ალბათ ჯერ არ არის, იქნება ალბათ. ეს რომ ყველა თქვენი აგენტი რო გეყოლება, თქვენი პროდიუსერი უკვე იცის იმა რომ მე შენზე ფული მაქვს ჩადებული და მე მჭირდება რომ შენ ესე ხო ხარისხი მინდა, მე არ მინდა ის რაღაცა რა, მე მინდა და ჩვენთან ეხლა რაღაცნაირად იცი ისეთი ის არის რა ხელოვნებაში რომ რა ვიცი ხა ბევრი გზა გაქვთ რა გასავლელი რა ესე იგი 34 წელი პროფესიონალურ სცენაზე ვდგევარ და 48 ქვეყანა მაქვს მოვლილი და აი სუ ვიძახი რომ აი სუ გასტროლები სუ ეხა ვიყავი აი აპრილში კიდე მარტში ერთი თვე კასაბლანკაში ვიმუშავე მაროკოში ხო და აი სუ ვიძახი რომ აი რაღაცა არ გავაკეთე კიდე კარგად რა 1 საათის სცენაზე მუშაობ რაღაცა სუ უკმაყოფილო უნდა იყო რა აი სულ როგორც კი იქნები კმაყოფილი ჩათვალე რომ მაშინ გაიყინე როგორც მომღერალი როგორც ხელოვანი და როგორც კი გული არ აგიჩქარდება კულისებში რამდენიც არ გინდა გამოხვიდე არ იგზო კულისებში ტახიკარდიას და წნევას მაშინ იფიქრე რომ შენ ხელოვანი არ ახარ და მიხედე ბუღალტერიას, მიხედე სხვა საქმეს რა. ესა მე ვფიქრობ რომ ხო, სხვანაირად არიბადება ხელოვნება და სხვანაირად არიბადება შემოქმედება რა. ეს მაშინ ტყუილა კარგავს დროს რა და ყოველთვის ვიძახი რა ბედნიერია ის ადამიანი რომელიც ახალგაზრდობაში ნახულობს თავის პროფესიას რომ აი თურმე ის ყოფილა კაი მეწაღე და არა და ჩააბარებინეს რაღაც ისეთ ადგილას რომ სულ იღლება პირიქით მე ვფიქრობ რომ როცა მღერი ხართ და როცა ხართ სცენაზე მაშინ ისვენებთ მე მაგალითად სცენაზე ვისვენებ სცენაზე რო არა ვარ ვიღლები და ცუდად ვარ ამიტომ როცა თქვენ საქმეს აკეთებთ ადამიანი მაშინ უნდა ისვენებდეს თავის საყვარელ საქმეს ყველაზე ბედნიერი ის ადამიანია ვინც თავის საყვარელ საქმეს აკეთებს და თან ამით მდიდრდება ხო რა ბედნიერია რა ხო ეს არ არა
ესეთი რამე ხდება ვთქვათ იქით ამერიკისკენ, ესე რომ აი მსახიობი თავის საყვარელ საქმეს აკეთებს, მღერის ფილმში თამაშობს, ფოკუსებს აკეთებს და თან მილიონერია, თან ფული აქვს გაბიგე. ეს თლად კაი ვარიანტია რა, ყველაზე კაი ვარიანტი. მაგრამ ალბათ მოვა ჩვენთანაც ეს დრო და ესე იქნება ალბათ რა. მე მაქვს. მაგრამ თავარია ჩვენ ვიმუშაოთ და ჩვენ როგორ ავთქვათ, იცი, ხო პატიოსნად ვემსახუროთ ჩვენ საქმეს რა. პირველ რიგში რა. ჩემი ყოველთვის სცენაზე რო გამოვედი, ჩემი დევიზი ეს იყო, რომ ჩემს საქმეს ვემსახურო პატიოსნად და სხვისი აზრები მოვა, როცა უკვე მაგარი პოპულარული გახდებით, უკვე მოვა ისეთი რაღაცები, ვიღაცას ეგოისტური ლაპარაკები, ვიღაცა ცუდი სიტყვი, რაღაცები არის ეგ, უნდა მე რომ პირველი დიდი შოუ პროგრამა გავაკეთე, მითხრა რომ შეიძლება ხა რაღაც ვიღაცება, რაღაც ლაპარაკი ცუდი დაიწყო, მაგრამ ამაზე მზად უნდა იყო რა და თუ ეგ ლაპარაკი არ იქნა, აზრი არ აქვს, მაშინ მე მირჩევნია რომ იმ ცუდმა ილაპარაკოს ჩემზე ცუდი, ვიდრე იმ ცუდმა ჩემზე კარგი ილაპარაკოს. მირჩევნია. ან საერთოდ არ ლაპარაკობს. არა, მირჩევნია, რატო იცი რომ ესე კარგი რო ილაპარაკებს, ცუდს აი ეგა საწყე, თუ ცუდი რო ცუდს ლაპარაკობს, ეგ არაუშავს. აი ცუდი რო შეძე კარგს ლაპარაკობს, ეგაა ცუდი. ამიგე? მიხდი, მაგას ვიძახი. ამიტომ კაია და უნდა მიხედო პატიოსნად ჩვენ საქმეს და всё რა. ამაში ბევრი რამე ჩავყარეთ, ხო ჩვენ? უკვე. ეს დაგიყარეთ ახლა, არა უშავს. მორიგე ვინ არის? ფოტოჩი არის როდიკევაშვილი. გამის 12-და მოგიობა გინაცვალე. ესე იგი მე მგონი კაი იყო თქვენთან საუბარი, ვისაუბრეთ. რაღაცა გიჩვენოთ კიდე? კი, რა თქმა უნდა. ჩვეულებრივი დოლარიანი, ხო? ეს ის დოლარია. ხო. მოყურეთ. რა გამძლიერებს. არა. წავიდა დოლარი. ესე იგი მე თან გასწავლით როგორ კეთდება ეს. მე ხო გითხარით, ყველაფერს გასწავლით მეთქი რა. თან მიხარია როცა ვასწავლი ხოლმე რას როგორ ვაკეთებ, აი ესე. ჩანს ხო კარგად მაგერა. აი ეს. განხეული გადაკეთებით. ხო, აი ესე. ეს. ეს. აა კიდე. ადვილია გასწავლით. აი. გურეთ. აი ესე რო კეცავ. აი ამას ესე. კეცავ ესე. და მე ესე რო ვშლი, უყურეთ. აი ესე. აი ესე დგება, აი ამაზე. მიხდით? ვერა. არა, აი უყურე, ესაა პრინციპში მოხეული. დიახ. აი ესე. და არ ჩანს რა. ანუ ესე იგი პრინციპში მოხეულია, ფორმას აძლევ. არის მეორე ვარიანტი კიდე, უყურეთ. აი ესე. აი ამით. კაი, იმაზე გიჩვენებთ სხვა ფულზე. ხო? კი ბატონო. 20 ლარიანზე. 10 ლარიანზე. არ გახიოთ რა. არა, მე ხო გითხარით რომ უნდა გასწავლოთ მეთქი და ეს ისწავლეთ ხო? კი, ანუ ესე იგი არის ხევა, აი აქ ჩერდება ეს. მიხდით? ეხლა ეს. აი, უყურეთ, ამას ესე გავხევ. ეს მეორე ვარიანტი, ამას გავხევ და ამას მოვახევ ესე. მე ამას ესე მოვკეცავ, ესე. და უყურეთ მე. იგივეა, უყურეთ? აი. ვითომ მოვახე. იგივეა ესეც. ვითომ მოხეულია, ხო, მე კარგად ჭიმავ რა, აქ დოლარზე კეთდება. არა, აქაც შეიძლება ესე გაკეთდეს პრინციპში რა. ის უფრო კარგად ჯდება. ხო, ის კარგად ჯდება და ესე შლი რა.
ხო? არა, ეს არაა პრობლემა, აქ ეს სკოჩს აკრავ მერე. ო, და მერე იმბარებ, საჩვეულებრივია. მაგრამ არ ეგრე არ იმას ეკეთებ, თორე ეგრე გამოჩნდება, კაცო. აი კოპერფილდის ფოკუსზე უნდა გითხო, თუ არის მაგის ახსნა ეს როგორ თავის ხელმოწერიანა როგორ დახია და როგორ გაამთელა მე, ანუ ნაწიბურები ცალკე ნაწიბურები გაამთელა, შემდეგ საერთოდ ნაწიბურებიც აღარ ეთყობოდა და მოგეწონა, ხო?